ამერიკელი დიპლომატების სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. YouTube-ზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდისა და უკრაინაში ამერიკის ელჩის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს განიხილავდნენ. ამ საუბარში ნულანდი ევროკავშირის როლს კრიზისის მოგვარებაში ძალზე კრიტიკულად მოიხსენიებს და იმასაც ამბობს, რომ გაერო უფრო სწრაფად მოქმედებს. ამ დროს იგი ევროკავშირის მისამართით უხეშ გამოთქმასაც იყენებს. So that would be great, I think, to help glue this thing and have the UN help glue it. And, fuck the EU. ნულანდისა და ჯეფრი პაეტის საუბრის შინაარსი პრეზიდენტ იანუკოვიჩისა და ოპოზიციის ლიდერების მოლაპარაკებებს ეხება. გამოქვეყნებული ჩანაწერის ავტორი დაუდგენელია. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, სკანდალური ვიდეო ერთ-ერთი რუსი მაღალჩინოსნის ტვიტერიდან გავრცელდა, რაც შესაბამისი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. არ არის საიდუმლო, რომ ქალბატონი ნულანდი და ელჩი პაეტი მუშაობენ უკრაინაში მთავრობასთან, ოპოზიციასთან და სხვა წრეებთან და მათ შორის დისკუსიები ბოლო მოვლენების შესახებ საიდუმლო არ უნდა იყოს. ნულანდი ახლაც ადგილზე იმყოფება და ძალისხმევას აგრძელებს. უკრაინელი ხალხი საკუთარ მომავალს თავად განსაზღვრავს. რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ მასთან ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ. ქალბატონ ნულანდს ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო კონტაქტები აქვს და მათ რასაკვირველია ბოდიში მოუხადა. მიგვაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მომხდარიყო რუსული კონსპირაციისა და პროპაგანდის თვალსაზრისით. რაიმე დამოუკიდებელი მონაცემები ამ კადრების წარმოშობის შესახებ არ მაქვს, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ინფორმაცია პირველად სწორედ რუსეთიდან გავრცელდა და ეს საყურადღებო ფაქტია.